სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ მოვისმინეთ სახარება, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს, მაგრამ კიდევ ერთხელ შევეხოთ მოკლედ ამ საკითხავს. ეს არის პერიოდი, როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებთან, პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად თაბორის მთიდან ჩამოდის შემდგომად ფერისცვალებისა და მოდის მასთან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც შესჩივის და ეუბნება, რომ ჩემი შვილიო, მივიყვანეო მოციქულებთანო და ვერ განკურნესო. პატარაობიდანო ეშმაკიო, ხან წყალში ჩააგდებსო, ხან ცეცხლშიო. დაავადებულია მოკლედ, ეს ბავშვი თავის თავს ვერ მართავს. მაცხოვარ შემდგომში, როდესაც მოციქულები ეკითხებიან, თუ რატომ ვერ შეძლეს მისი განკურნება, მაცხოვარი პასუხობს, რომ ეს მათი ურწმუნოების გამო. და მეორე მიზეზსაც ასახელებს, მეორე მიზეზს თავად მამას ეთქვის, რომ ნათესავი ესე, ანუ ეს დაცემული ძალა ადამიანისგან არაით განვალს, გარდა ლოცვითა და მარხვითაო. ანუ ადამიანი ვერ წარემატება სულიერად ლოცვისა და მარხვის გარეშე. ის მანკიერებები, რაც ადამიანში არის, ის მიდრეკილებები ცოდვისადმი ვერ განიკურნება ლოცვისა და მარხვის გარეშე. იმიტომაც ჩვენ თუ დავაკვირდებით და ჩვენ ამას ხშირად ვამბობთ, ყველაზე მეტად ადამიანს სწორედ ეს უჭირს, რომ ილოცოს და იმარხულოს, ოღონდ ისე, როგორც სწორია და სათნოა ღვთის წინაშე. ლოცვა არ არის მარტო ის, რომ ჩვენ ხატებთან დავდგეთ და იქ ვილოცოთ. მთელი დღის განმავლობაში ადამიანი უნდა ლოცულობდეს. და ყველაზე დიდი ლოცვა ის არის, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ღვთის წინაშე დგას. თუ ამას გრძნობს ადამიანი, სულაც რომ ლოცვის სიტყვას არ ამბობდეს, ესეც უკვე ლოცვაა და ღმერთთან ურთიერთობა. აი მაგალითისთვის ერთ-ერთ წმინდა მამას ეკითხებიან, რომ აი ხო არისო სახარებაში წერია, მოციქული ამბობს, რომ მოუკლებლად ილოცევდითო, ანუ სული ლოცეთო და ეს სვამს შეკითხავს, რომ აი მაგალითად თუ ფიზიკურად შრომობ, კი ბატონო, ვილოცებ. იქ ჩაქუცს არ ტყავ თუ ჭურჭელს რეცხავ თუ სახლს ალაგებ თუ რას საკეთებ, კი ბატონო, ლოცულობ თან. მაგრამ როდესაც მიწევსო გონებრივი სამუშაოს შესრულება, მაშინ თან როგორ ვილოცებ? ახლა წარმოიდგინეთ, წიგნი უნდა წაიკითხო და თანმა ამოაკონსპექტო, ხო, რაღაც მოკლე შინაარსი გააკეთო, ან რაღაცაზე მუშაობ, ესე იქ გონებაა ჩართული და თან ვერ ილოცებ, ესე იქ უნდა იყოს გონება. და რა უთხრა ამ წმინდა მამამ, იცით? აი წარმოიდგინაო, შენი საწერი მაგიდაო, ხო არის შენს ოთახში დევს და წარმოიდგინე, რომ ეს საწერი მაგიდა წაიყვან და მეფის დახტრევანის გვერდით რომ დადგანო. შენი გონებრივ სამუშაოს რო ასრულებ, ხო მაინც სულ გძნობ, რომ მეფის გვერდით სიხარ და მეფე გიყურებს. და ესე იყავიო, ყოველთვის გძნობდე, რომ შენ ღმერთი გიყურებს და ეგ უკვე ლოცვა იქნება. და თუ ეგ განწყობა აკლია ჩვენს ლოცვას, მაშინ ის არ არის ისეთი. და რამდენადაც მეტი აქ ეს განწყობა, ეს შეგრძნება, რომ შენ ღმერთი გიყურებს, იმდენად კარგია ის ლოცვაც. და ეს ლოცვა კიდე ყველა შეუძლია რომ შეასრულოს. ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ, დრო არა გვაქვს, მაგრამ დრო თუ მოინდომებს გამოძებნის ადამიანი. მაგალითად, აი ათონის მთაზე მოღვაწეობდა დიდი მოღვაწე წმინდანი ეფრემ კატუნაკელი. კატუნაკები ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამოღვაწეო ადგილად ითვლება ათონის მთაზე, რომ მოშორებულია ყველაფერს და მიუვალი ადგილებია განმარტოებული. და მასთან მივიდა ერთ-ერთი იურისტი, ადვოკატი. და აი ზუსტად ესე საუბრობდნენ, რომ მას ლოცვის დრო არ ჰქონდა და ვერ ლოცულობდა და ასე შემდეგ. და
ისმენ და საუბრობდნენ, ადგა წმინდა ეფრემი მივიდა ონკანთან და პირით აიბანა და თან ამბობს, უფალო იესო ქრისტე შემიწყალება. უფალო იესო ქრისტე შემიწყალება. მერე იქ გაიმშრალა, თან ამბობს, უფალო იესო ქრისტე შემიწყალება. და ეკითხება ამიურის, ეს შეგიძლიაო ამის დრო გაქვსო? კიო, ეგ შემიძლია. ხო და ესე გააკეთე, ხო არ არის რთული. ანუ რასაც არ უნდა აკეთებდა ილოცე და ცოტა ხანში ამ იურისტმა დაიწყო ესე ლოცვა და კიდევ უფრო მოუმატა და საერთოდ მიატოვა თავისი საქმიანობა და გამოვიდა და ათონის დასზე მონაზონი გახდა. ახლა ყველა არ მიატოვებს თავის საქმეს, უმეტესობა დარჩება საქმეში, მაგრამ დარჩება მლოცველი და ეგ არის ყველაზე მთავარი. თორე ზოგიერთი შემთხვევა არის ისეთიც, რომ ზოგმა მიატოვა თავისი საქმე და მონაზონი გახდა. აი მაგალითად წმინდა ბასილი დიდის დროს იყო ერთი ასეთი სენატორი, დღევანდელი გაგებით პარლამენტარი, ხო, იქ ხო სენატი იყო. და ამ სენატორმა მიატოვა თავის საქმიანობა და მონაზონი გახდა, ბერად აღიკვეცა და წმინდა ბასილი დიდმა უთხრა, რომ შენო სენატორიც დაღუპეო და ვერც მონაზონი ვერ შექმნენიო. ანუ შენ ჯობდა იქ დარჩენილიყავი, ყოფი გაგიგრძელებინა შენი საქმე, ოღონდ ღვთისმიერად და კეთილსინდისიერად გეცხოვრა. ანუ ყველა შემთხვევაში ის კი არ არის კარგი, რომ ადგე და მონაზონი გახდა. ვიღაცას აქვს ამისი ძალა ღვთისგან, ვიღაცას ეს საერო საქმე უნდა აკეთოს. აი მაგალითად დღევანდელი დღეს მოხსენიებული წმინდანები საოცარი ისტორია, ესე იგი ამ წმინდანებთან დაკავშირებით. ესეთი ალბათ არასდროს არაფერი არ მოგვისმენი. მესამე საუკუნეა დეკიუსი მეფობს და თქვენ იცით, რომ პირველი სამი საუკუნე ქრისტიანობა იდევნება და განსაკუთრებით ცნობილია 10 ძალიან დიდი მასშტაბური დევნა ქრისტიანებისა და ერთ-ერთი როგორც ჩანს იყო სწორედ იმპერატორ დეკიუსის დროს, ეს არის 259-51 წლები. ეფესოში ხდება ეს ამბავი, რომ ყველას უნდა მსხვერპლი შეეწირა, როგორც ხდებოდა ხოლმე ზოგადად იმპერიაში ასე ხდებოდა. მსხვერპლი უნდა შეეწირათ კერპებისთვის, თუმცა რომი ამითი თავის რწმენას მაინც კი არ გამოხატავდა. ეს იყო მათი რაღაცა გამაერთიანებელი რგოლი, თორემ იმის იქით თუ შენ მსხვერპლს შეწირავდი, თუ გინდოდა წასულიყავი და როგორც ქრისტიანს ისეც გელოცა, ამას არ გიშლიდნენ, მაგრამ იქ მსხვერპლი უნდა შეგეწირა. მაგრამ ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ეს მსხვერპლი არ უნდა შეეწირათ. და ეხლა ამ იმპერატორს ეუბნებიან, შენო შორიდან მოგყავსო ხალხიო და ის მსხვერპლს წირავენ და შენ სახლობლებში არის ისეთი ხალხიო, ვინც ამას არ აკეთებს. და დაუძახა უკვე თავის ჯარისკაცებს ყველას და ეს 7 ყრმა, ეფესელი ყრმა იყვნენ დაახლოებული ადამიანები, ანუ ზოგი ეფესოს მთავარი იყო, ამ ქალაქის მთავარი იყო, ზოგი სხვა დიდგვაროვნები და მათი შვილები იყვნენ ესენი და ერთმანეთთან მეგობრობდნენ. და იმათზე უთხრეს, რომ ესენი არ აკეთებენ ამას და შენ სხვები მოყავს და სხვებს წირავენ. როდესაც გაიგე იმპერატორმა დაუძახა ამათაც და მოსთხოვა მსხვერპლი შეეწირათ. მათ რა თქმა უნდა უარი განაცხადეს, ისინი სიწმინდით, პატიოსნებით, ღვთის მოშიშებით ატარებდნენ ცხოვრებას, ეს ყრმები, ეს ბავშვები. და რადგან უარი განაცხადეს, იმპერატორმა აიღო და მათ როგორც ჩანს რაღაცა საპატიო ნიშანი ჰქონდა ამას. ქამრები მოხსნაო, რომ ამითი პატივი აღყარათ. თითქოს ესე ჩანს მათი ცხოვრებიდან. მე ხო უბრალოდ ზუსტად დეტალები არ ვიცი, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, თუმცა ესე წერია. რაღაცა უპატიო ხო. და წავიდა სადღაც მიდიოდა შორგზაზე და უთხრა, როდესაც დაუბრუნდებიო, თუ არ შეიცვლითო თქვენს მოსაზრებასო, მაშინ უკვე სიკვდილი გელოდებათ. ეს 7 ყრმა წავიდა, დატოვეს ოჯახები, ოჯახებში რაც ოქრო და ვერცხლი ნახეს, წამოიღეს და გლახაკებს დაურიგეს. წავიდნენ და ოქრონის მთას შეაფარეს თავი, გამოქვაბულში შევიდნენ, მღვიმეში. და რატო შევიდნენ ახლა? ცდილობდნენ, რომ სანამ იმპერატორი დაბრუნდებოდა, რომ იქ მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი აღსასრულისთვის. მხოლოდ ერთ ყველაზე უმცროს იამბლიქოს ჩააცვამდნენ ხოლმე
ღატაკის სამოს და ესენი ხო დიდგვაროვნები იყვნენ და შეიძლება ეცნოთ ვიღაცას ჩააცოდნენ ღატაკის სამოს და ქალაქში ეფესოში უშვებდნენ რომ პური ეყიდათ. აქაც აი ხაზი ნახეთ რას ისმევა რომ პური ეყიდათ. განა ის კი არა რაცა ნაირ-ნაირი საკვები ისინი მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, ემზადებოდნენ. და ჩამოდიოდა ეფესოში ყიდულობდა თან ხალხს უსმენდა აბა რას ამბობენ დღეები გრძელდებოდა ხალხს უსმენდა აბა ხო არ ამბობენ რომ იმპერატორი კვლავ დაბრუნდა და ასე შემდეგ და ერთხელაც როდესაც მივიდა ამ გამოქვაბულში და ევედრებოდნენ რომ გაიგეს რომ იმპერატორი დაბრუნდა ევედრებოდნენ უფალს რომ გაეძლიერებინა ისინი და ამ ლოცვაში მიეძინათ მათ ეს არის დაახლოებით 250 წელი. ეძებენ ეს იმპერატორი და თავისი მსახურები ვერსად ვერ იპოვეს. მერე გაუგიათ რომ იქ ოქრონის მღვიმეში შეაფარეს თავიო. კეისარმა ბრძანა ამოქოლეთო ეს მღვიმეო რომ ცოცხლად დაიმარხონო ეგენი, რომ შეერწყურალები დაიხოცონ. და იქ სამეფო კარზე როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ფარული ქრისტიანები იყვნენ და ამ ქრისტიანებმა გადაწყვიტეს რომ ამ ამოქოლვის დროს ესენი უჩინო არ შეიქმნენ და რომ მათი ამბავი გაცხადდეს დაწერეს კალის ფირფიტებზე დაწერეს მათი სახელები იქიდან გვაქვს ჩვენ მათი სახელები ახლა ჩამონათვალს ჩამოლოცვაში მოვიხსენეთ და სპილენძის ლუსკუმაში ჩადეს და იმ რასაც ქვებით ამოქოლავდნენ იქ ჩადეს რომ გავიდოდა დრო და ქრისტიანობის დევნა შეწყდებოდა ვიღაცა ნახავდა და გაიგებდა მათი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ და ასე ამოაშენეს. ამის შემდეგ გავიდა 2 საუკუნე. არის მე-5 საუკუნე დაწყებული. თქვენ იცით რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე დიდის მიერ განკარგულება რომ გამოიცა მილანის ედიქტი 313 წელს ქრისტიანობა გაუთანაბდა სხვა რელიგიებს და რომში თავისუფლად შეიძლებოდა ქრისტიანობა ეხადაგა და ქრისტიანობის დევნა შეწყდა. მაგრამ აი ამ ფიზიკურმა შეწყვეტამ ქრისტიანობისა 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩენა. ერთი იყო ბერმონაზნური ცხოვრება, მანამდეც იყო ეს ცხოვრება, მაგრამ მერე უფრო ფართოდ გაიშალა, იმიტომ რომ ადამიანში რომელშიც არის სურვილი ქრისტესთვის მოწამეობისა, მაგრამ ქრისტესთვის მოწამეობა აღარ არსებობს, აღარავინ აღარ გაწამებს ამის გამო. აი სურვილმა იფეთქა სწორედ იმ სამოღვაწეო ცხოვრებაში და მათ გადაწყვიტეს, რომ თავისი თავი მართლაც კვლავ შეეწირათ ქრისტესთვის და ტოვებდნენ საცხოვრებლებს, მიდიოდნენ განმარტოებით ცხოვრობდნენ და ასე ფართოდ გაიშალა ბერმონაზნობის ინსტიტუტი. ეს ძალიან მოკლედ რო ვთქვა. მეორე რაც აღმოცენდა. ეხლა ეშმაკი ისე ხო არ მოისვენებს, ერთი ცდილობს რომ ფიზიკურად შეგაშინოს, გდევნოს და ქრისტიანობაზე უარი გათქმევინოს, მაგრამ თუ ამას ვეღარ ახერხებს და ვეღარ ახერხებდა კონსტანტინე დიდის შემდგომ. ეხლა მოიფიქრა ასეთი რამ რომ წვალებლობები გაჩნდა, რომ ქრისტიანობის წიაღშივე გაჩნდა არასწორი სწავლებები, რაც ასევე ადამიანს აზიანებდა და ასევე წარწმენის გზაზე მიჰყავდა. და მე-5 საუკუნეში ღვთისგანგებულება რასაოცარი რამეა, ესე იგი მე-5 საუკუნეში გაჩნდა ასეთი ცრუ სწავლება, რომელიც ამბობდა, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტიანები არ აღდგებიან, ან ადამიანები არ აღდგებიან მკვდრეთით და ტყუილი აქვს თითქოს მკვდრეთით აღდგომა. და მოციქული პავლე ამბობს, რომ თუ ქრისტე არ ამდგარავდა, ჩვენც არ უნდა ავდგეთო, ტყუილია თქვენი რწმენაცო და ჩვენი ქადაგებაც. იმიტომ რომ ამაზეა დაფუძნებული ყველაფერი, ადამიანი უნდა მკვდრეთით აღდგეს. და იცოცხლოს მარადიულად ან სასუფეველში ან ჯოჯოხეთში. და თუ ეს რწმენა არა გვაქვს ქრისტიანებსო, ყველაზე საცოდავები ჩვენ ყოფილვართო და ეს არაერთგენ ხელ გვითხოვს რატომაც, იმიტომ რომ ქრისტიანი თუ არ მოელის არც იქ და აქაც იკლებს, ყველაზე საცოდავი არ არის, წარმართი კი მაინც აქ რაღაცას გააკეთებს, თუ ცოდვიანს, თუ ასეც, თუ ისეც და არ მოელის იქით არაფერს და არაფერი არ აკავებს დაცემის გზაზე. მე-5 საუკუნეში გაჩნდა ასეთი მწვალებლობა, რომელიც ამბობდა, რომ ქრისტეს აღდგომა არ არსებობს. იმპერატორი არის თეოდოსი მცირე, მორწმუნე კაცია ეს თეოდოსი მცირე. მოხდა ისე, რომ ამ პერიოდში
გამოიღვიძეს ამ ეფესელმა ყრმებმა. 200 წელი გავიდა, წარმოიდგინეთ. მაგრამ ამათ რო გაიღვიძეს, ვერ ხვდებიან 200 წელი გავიდა, 20 წუთი გავიდა. ეხლა რო ჩაგეძინება და გაიღვიძებ, ხო ვერ ხვდები, 5 წუთი გეძინა თუ საათნახევარი გეძინა, ვერ იგებ. გაიღვიძეს ჩვეულებრივად არაფერი მათ გარდაცვალებისა არ ეტყობოდათ. აი როგორც მძინარემ რო გამოიღვიძეს. და იციან რომ დეკიუსი უკვე ჩამოვიდა 200 წლის წინ არიან ესენი ჯერ იქ ფიქრობენ. ჩამოვიდა იმპერიაში და ემზადებიან და ფიქრობენ რომ მოდი კიდევ ერთხელ დილით გავგზავნოთ იამბლიქო ყველაზე უმცროსი რომ პური ამოიტანოს ცოტა მოძლიერდეთ ამ ბრძოლის წინ გაგზავნეს კვლავ ქალაქში. იამბლიქო თვალებს არ უჯერებს. იქ ჯარია აღმართული, იქ ჯარია კედელზე გამოსახული, ხალხი თავისუფლად საუბრობს ქრისტიანობის შესახებ. რა ხდება ფიქრობს, ქალაქი ხო არ შემეშალას, ხო გამოქვაბულში იყვნენ, თიდან ჩამოვა. სხვაგან ხო არ მოვხდი, ეკითხება სადა ვართ, რომელ ქალაქში ვართ, ეუბნებიან ეფესოში ვარ, ვერც ერთი ნაცნობი ვერ დაინახა, ვერ სად ვერ ასწავლეს. გაკვირვებულია, მივიდა პური უნდა იყიდოს და მიაწოდა ეს მონეტა. გახსოვთ სახარებაში რო წერია, მათ ხო არის რომ ეკითხება. როდესაც ეკითხებიან რომ მივცეთო ხარკი კეისარს თუ არაო და მაჩვენეთო რა წერიაო და რა ხატია მონეტაზეო. უთხრეს რომ კეისარიო, ანუ რომელიც იმპერატორი იყო იმ დროს და იმ დროს მონეტა იჭრებოდა, იმ იმპერატორის გამოსახულება იყო ხოლმე ამ მონეტაზე. და ეხლა თავისთავად ცხადია ამ იამბლიქომ რო ჩაიტანა ეს მონეტა პური უნდა იყიდოს 200 წლის წინანდელი, ის იმპერატორია გამოსახული. ხო და ამას მოკლედ ბრალი დასდესო შენო რაღაცა განც მიაგენიო. და ჩვენ არ გვეუბნებიო ეს უარობს რა განც მივაგენო ძველი სიძველები რაღაცა განძი ის მონეტა აბა შენ საიდან გაქვს 200 წლის წინანდელი. მოკლედ შეიპყრეს ეს ბავშვი ქალაქის თავართან მიიყვანეს იქ ეპისკოპოსი იყო ეს ბავშვი რაღაცას ყვება ესე იყო აბა ვინ დაუჯერებდა ეხლა კაცმა რო თქვა დღეს რო ვიღაცა მოვიდეს ეგრევე ფსიქიატრიულში წაიყვანა. შენ ცოტა ვერ ახარ ჯანმრთელად, მაგრამ ამ ეპისკოპოსმა უსმინა და მიხვდა რომ ღმერთს რაღაცის თქმა უნდა ამ ბავშვის პირით. მოდიო გავყვათო იმ ღვიმეშიო, რასაც გვეუბნება ეს ბავშვიო და მივიდნენ და მართლაც ნახეს მისნაირი 6 ჭაბუკი. მთელი ქალაქი შეიკრიბა ნახეს და აი ღვთისგანგებულება რა არის რომ ვისაც არ ჯეროდა რომ ესე იგი დღეთით აღდგომა არსებობს ღმერთმა იქვია ჩვენ. ახლა წარმოედგინეთ ისტანისამოსი მოდასაც ხო თავისი რაღაცა ისა 200 წლის წინ რო იყო ხო იცოდნენ რომ ისტანისამოსი მაშინ იყო ეხლა ეგეთი რო არავის არ აცია საერთოდ. და მიხვდნენ რომ ეგ მართლა მაშინდელი ბავშვები არის. და უფალმა აჩვენა ყველას და 446 წელს აი იმ დროს როცა უკვე ამ მოვლენებმა ჩაიარა და ყველა დარწმუნდა რომ ესენი არიან 200 წლის წინ დაბადებული ბავშვები. წერია რომ ხელმეორედ და სამარადისოდ მეორედ მოსვლამდე მიიძინეს კვლავ იმ ბავშვები. ანუ ეს ბავშვები ამისთვის გამოაღვიძა უფალმა რომ ამათთვის ეჩვენებინა რომ არ გჯერათ დღეთით აღდგომა აი თუ არ არსებობს. სწორედ აი ამ ბავშვების ამ ყრმების 7 ეფესელი ყრმის ხსენება არის დღევანდელ დღესთან. მათი გულმოდგინების აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ დატოვეს ყველაფერი და რისთვის ემზადებოდნენ, რომ ქრისტესთვის მოწამეობრივი სიკვდილი მიაღოთ. აი ამისთვის ემზადებოდნენ. და ღმერთმა რამხელა საქმე გააკეთა მათი მეშვეობით. არა მარტო მაშინ მე-5 საუკუნეში რომ ვიღაც დარწმუნდა ქრისტეს აღდგომაში, არამედ დღევანდელ დღესაც. ეს ხო ისტორიაა ეს და წერია ისტორიის ფურცლებზე. ვინც ეს ნახავი, თვითმხილველები არსებობს, ჩაიწერეს. წარმოიდგინეთ. თუმცა აი ეკლესიამ შემოინახა მათი ხსენება, რომ მათი ჩვენ კიდევ გაგოძლიეროს და ჩვენს მომავალ თაობასაც მაგალითი მისცეს, რომ როგორ უნდა ემზადებოდეს ადამიანი ქრისტეს ერთგულებისათვის. და ახლა ფერისცვალება მოდის. ფერისცვალება უნდა მოხდეს ადამიანში და ისე უნდა ემზადებოდეს. სამშაბათს დღესასწაულია 9 საათზე წირვა იქნება, ხვალ საღამოს 4-ზე ლოცა იქნება. მეუფე ანდრია თავად აღასრულებს ამ ლიტურგიასთან. 11 წელი გავიდა, რაც ეს ტაძარი
ხელს უწყობს ადამიანებს, რომ ღმერთს შეხვდნენ. თუ ადამიანებიც ამას ცდილობენ. 11 წელი გავიდა. ამ 11 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, ესე იგი. ბევრი კარგი რამ მოხდა. იყო განსაცდელებიც, რა თქმა უნდა, თავისთავად მაგის გარეშე ქრისტიანის ცხოვრება არ არსებობს. ჩვენ თუ განსაცდელების გარეშე გვინდა ცხოვრება, ესე იგი რაღაცა სხვა გზას დავადექით. ერთ-ერთ წმინდა მამას ხო ეკითხებიან, რომ რომელიაო ჭეშმარიტი გზაო, მაცხონებელიო და მან უთხრა, რომ ერთადერთიაო ეს გზაო და რომელიო და მან უთხრა აღმართია. აღმართია ეს გზა. იოლი კი არ არის და აღმართზე შეირნობით კი ვერ წახვალ. ეს არის აღმართი. სახარებისეულად რო ვთქვათ, ეს არის გზა ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალი. ძნელად სავალი. აი ეს არის ეს გზა და აქ განსაცდელების გარეშე არც ერთი ადამიანი არ იქნება. შვილო, თუ უფალს მოუხვედი სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავიო, ძელი აღთქმის სიბრძნე ამბობს. ამიტომაც აი ჩვენ როდესაც ვიწყებთ ქრისტეს ერთგულებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც ამ გზის ნაწილია. და როდესაც განსაცდელები გვაქვს, სულიერი იქნება ეს, ხორციელი იქნება, როგორიც არ უნდა იყოს. ეშმაკის ესე იგი გამოცდილება ძალიან დიდია ადამიანთა ბრძოლაში. ვის რამ ხრივ მოუვლენს განსაცდელს, ვის რამ ხრივ დააბრკოლებს, ეგ მან ძალიან კარგად იცის. მაგრამ ერთადერთი ვინც ამას გადაურჩება, როგორც ანტონი დიც უთხრა, უფალმა გადაურჩება ამ მახეებს მხოლოდ თამდაბალი და მორჩილი. თამდაბალი და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ადამიანის თამდაბლობა და არ მიაწევს საკუთარ თავს არაფერს, არამედ ღმერთს მიაწევს, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება მისი სულიერი წარმატება. აი თუნდაც ამ სამრევლოში ღვთისმადლმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ფიზიკურადაც, სულიერადაც რაღაცები შეიცვალა, რაღაცები გაკეთა და იქამდე გაგრძელდება ეს წინსვლა, ესე რომ ვთქვათ, ვიდრე აქ ყოფი არც ერთი ადამიანი საკუთარ თავს არ მიაწერს მაგას. და ყველა ჩვენთაგანი მადლიერი იქნება ღვთისა, რომ ეს ღმერთმა გააკეთა. ვისი ხელით გააკეთა, როგორ გააკეთა, ეს მან იცის. ვინ რამდენი გააკეთა, როგორ გააკეთა, ესეც მან იცის. ბევრმა ისეთმა გააკეთა აქ საქმე, საერთოდ რომ ჩვენ წარმოდგენა არ აქვს. ესეც იმის გამო, რომ ვინც გააკეთა ეს საქმე, სწორედ მათ ინებეს, რომ არც კი გამოჩენილიყვნენ. საერთოდ რო არავის არ ცოდნოდა მათი სახელი. შეიძლება ასეთები ჩვენ შორისაც დადიან. მაგრამ ჩვენ სულაც ვერ ხვდებით, რომ მან რაღაც გააკეთა, მაგრამ მან გააკეთა რაღაც. ისე რომ აი წმინდა პაისი ათონელი რო ამბობს მონეტებთან დაკავშირებით, აი წარმოიდგინეთ, ახლა მაცხოვარმა ხო ზოგს 5 მონეტა მისცა. არა, იგავში როგორ არის სახარებისეულ. ზოგს 2, ზოგს 1 და უთხრა რომ გაამრავლეთო. ვინც 5 მიიღო, 5 უნდა დაებრუნებინა. ვინც 2 მიიღო, 4, ვინც 1, 2. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ნახოთ ვიღაცა რომ 9 მონეტა მოიტანა, გაამრავლა, 9 მოიტანა. და ვიღაცა რომ ნახოთ რომ 2 მოიტანა, ხო ვიტყვით რომ აი ვინც 9 მოიტანა, რამდენი მოიტანა. სინამდვილეში ვინც 9 მოიტანა, იმან დააკლო 1. და ვინც 2 მოიტანა, იმან სრულად მოიტანა. ამაში ეს აქვს, მაგრამ შორიდან ჩანს რომ ვინც 9 მოიტანა, იმან ბევრი მოიტანა. სინამდვილეში ეს უფრო დაიმსახურებს შექებას ღვთისგან, ვინც 2 მოიტანა. ესე რომ ეს იმასაც გვასწავლის, რომ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა განვიკითხოთ. რომ აი ჩვენ იმან ესე გააკეთა, იმან ის გააკეთა, ღმერთმა იცის. აი იქ რო წავდგებით ღვთის წინაშე, აი მაშინ არ შევწყვეთ, ეგ არის ყველაზე მთავარი და როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, აი ხო გახსოვთ მაცხოვარი ცხვრებს და თხებს რო დააყენებს, ცხვრებს მარჯვნივ და თხებს მარცხნივ, ანუ ცხონებულთა და წარწმენდილთა მხარეს. იქ ამბობს, რომ ცხარი თხა ვერ გახდება. ცხოველებზე როცა ლაპარაკი, ვერც თხა ვერ გახდება ცხარი. მაგრამ ადამიანი თუ ცხარია, შეიძლება თხა გახდეს. დღეს შეიძლება ცხარია, მორჩილია ღვთისა, მაგრამ ხვალ შეიძლება ის თხა გახდეს.
დღეს თუ თხა არის, შეიძლება ფერი იცვალოს და ცხარი გახდეს. შეიძლება დღეს ადამიანი მერცხალია, ხვალ ბეღურა გახდეს ერთგული. მაგრამ არც ბეღურას არა გარანტია რომ მერცხალი არ გახდება. ისიც თუ უყურადღებოა და არ არის გულმოდგინე, შეიძლება მერცხალივით გაფრინდეს თბილ ქვეყნებში და მაშინ მიგატოვოს, როცა შენ გჭირდება და ასე შემდეგ. ხოლო ცვალებადია ადამიანი და ფერი უნდა იცვალოს სიკეთისაკენ, აი ამაშია საქმე. და ეს ტაძარი და თითოეული ტაძარიც მაგას ამსახურება, რომ ადამიანი აქ ღმერთს შეხვდეს და ფერი იცვალოს ღვთისაკენ. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა სამრევლოდან. ძალიან ბევრიც არა, მაგრამ გარდაიცვალა. აი მაგალითად, ვინც შარშანი იყო, ის წელს ვეღარ დაესწრო, ხო, ამ წუთისოფრეში, ამ ფერისვალების დღესასწაულს. ესეც წარმავალი, ესეც დროებითია, ამ ყოფნაც დროებითია, მაგრამ სანამ აქ არის ადამიანი, უნდა იცოდეს რისთვის არის და რას აკეთებს და რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს. ზოგი ხალხიურად გარდაიცვალა, ზოგი სულიერად მოკვდა, როგორც უძღვების სიგავიდან ვიცით, ხო? მიატოვა ყველაფერი და წავიდა ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობს. როცა მიატოვა, მარხვა მიატოვა, აღსარება მიატოვა. მაგრამ ღმერთი ელოდება იმათ, როგორც უძღვებს თავისი მამა ელოდება, ღმერთი ელოდება, ყველას ელოდება. არავის არ დატოვებს და ყველას მოსვლა ძალიან უხარია მას. და ღმერთს უხარია და მოძღვარსაც უხარია. აი მე ხშირად ვამბობ ხოლმე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს. თავის სულიერ შვილს წერს და ეუბნება, რომ იმაზე დიდი სიხარული არაფერი არ მაქვსო, ვიდრე ის რომ ხედავ და მესმის ჩემი სულიერი შვილების სწორი სულიერი ცხოვრების შესახებ. ამას დიდი სიხარული არაფერი არ მაქვს. აი ხო არის ხოლმე რომ ხლა ჩვენ პატრიარქს ვადრეგძელებთ სუფრა ხო ხა არ ჩაივლის თუ ვიღაცა ძალიან არა აბატია გონება გადაბრუნებული ეშმაკის სკუაზე თუ არ დადის ყველა ლოცავს პატრიარქის სუფრაზე. მაგრამ პატრიარქის დღეგრძელობა იცით რა იქნება? ის იქნება რომ ის ვინც პატრიარქს ლოცავს თავისი ცხოვრება მოაწესრიგოს და ღვთისმიერი გახადოს. ეხლა ჩვენ აი მამები და დედები ხო ართ აქ. შეიძლება სუფრაზე ჩვენმა შვილმა კიდევაც გვადღეგრძელოს დღეს მთები შეგვასხას, მაგრამ ხვალ გაიხედო და ისეთი რამე გაიგონო ან გააკეთოს რომ გული გაგიხედოს და გიშველის ის დალოცვა ჭიქით არ გიშველის. მაგაჟობია ისე მოიქცეს რომ მართლა ჩვენ დღეგრძელი იყო, გული დამშვიდებული და გახარებული ქონდეს მისი ცხოვრებით და ამას თუ დაემატა რომ სუფრაზეს დაგლოცავს, ხო ეს მადლობა ღმერთს. თუ არა და ამის გარეშეც თუ იმას გააკეთებს, ძალიან კარგი იქნება. იმიტომ ამბობ რომ ამით პატრიარქსაც გაახარებს ადამიანი, თუ ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში იქნება. ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარსაც გაახარებს, რომელიც მამა არის ამ ეპარქიისა. ამ კონკრეტული სამრევლოს მოძღვარს გაახარებს. და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საკუთარ სულს გადაირჩენს. ღმერთმა ინებოს, რომ ესეც და ყველა ტაძარი სწორედ აი ამის სამსახურში იყოს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სამსახურში იყოს ეს სამრევლო ყველაფერი. თუ აქ რამე გაკეთდა, პირველ რიგში ღვთის მადლით და შემდგომ ერთგული ადამიანების გვერდში დგომით, თუ აქ რამე გაკეთდა, აი რასაც გარშემო ხედავთ არა, ეს არის ღვთის დიდი წყალობა. და ეს ყველაფერი ამსახურება სულიერ საკითხს, ესე იგი. თუნდაც აი ზოგს უკვირს დაემაშვება. ზოგს საერთოდ საბანკეტო დარბაზი ეგონა, რაში გჭირდებოდა ტაძრის ეზოში ხა საბანკეტო დარბაზი. სპორტული დარბაზი. ზოგი შეიძლება ხო იცი ჭორი 1000 რაღაცაში. იქ იტყვის ერთი, იტყვის მეორე, დარბაზს აკეთებენ და ვიღაცები შეიძლება გამგვიკითხავენ. მაგრამ მაგან კითხოს არჯობია ერთხელ გააჩერო მაგან და შეხვიდე და ნახო მართლა რა კეთდება, რა თუნდა საბანკეტო დარბაზს კალათბურთის ფარები. მაგან ხომ აიც უნდა დაგაფიქრო. სპორტული დარბაზი შეიძლება ერთი მხრივ შეუსაბამოა, მაგრამ ადრე ერთხელ ასეთი რამ ნახე. კახეთში არ მახსოვს რომელი რაიონი იყო, რომელი ეპარქია. ერთ-ერთი სასულიერო პირი იყო. და კრივის დარბაზი ქონდა ტაძართან გაკეთებული. შეიძლება ეხლაც აქვს რაღაცა მე სიუჟეტი ვნახე უბრალოდ. ამ კაცმა ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები
რომელიც სიგარეტის და კიდევ უფრო უარესი რაღაცის წევით თავს იკლავდნენ და წამოიყვანა და ავარჯიშა. ბავშვებმა მიატოვეს რაღაც მავნე ჩვეულებები და ვარჯიში დაიწყეს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება კარგი მოკრივეც კი დადგა, მაგრამ სხვა დანარჩენები ჯანმრთელად გაიზარდნენ, ჯანსაღი ცხოვრების წესი. იქ ვიღაც სხვა ქალაქში გაიცნეს თავისნაირი მოკრივე, იმას დაუმეგობრდნენ. მეორე ქალაქში სხვა გაიცნეს. მე ეს ურთიერთობებია ყველაზე მთავარი. თან ახლა მე არ ვიცი ალბათ სხვა იმაშიც სფეროში, მაგრამ მე უფრო ბავშვი პატარაობიდან რადგან სპორტის იმაში ვიბოდი, მაინც უფრო აქ ვიცი, რომ აქ ერთგულება და მეგობრობა ერთმანეთის გატანა იციან ადამიანები. იციან, რომ შენ შრომა გაქვს რაღაც ჩადებული იმასაც და რაღაცა იმას აფასებენ ერთმანეთისა. ერთმანეთის გვერდში დგებიან, ერთმანეთს ხელს შეაშველებენ. და რა ჯობია ქუჩაში იყოს ის ბავშვი და დაიღუპოს. ამიტომაც ეს დარბაზიც აი ამას უნდა მოემსახუროს. თავარი ის არის, რომ ჩვენი მიზანი არ არის აქ სპორტსმენები დაიზარდონ. ჩვენი მიზანი არ არის ეკლესია ჩადგეს სპორტის სამსახურში. ჩვენი მიზანია ის სპორტული აქტივობები ჩადგეს ეკლესიის სამსახურში და ადამიანები სულიერად და ხორციელად ჯანმრთელები გაიზარდონ, რომ სული გადაირჩინონ. თორემ ამას წინათ ფიქრობდი. ეხლა პელე რომ გარდაიცვალა, ფეხბურთის მეფე. იცი რა აზრი მომივიდა, რომ ეხლა ეს კაცი ხო იცხოვრა, ხო ამდენი წელი არ ვიცი, რამდენი წელი გარდაიცვალა სამწუხაროდ არ ვიცი. ხო ამდენი იშრომა, ამდენი გააკეთა. და თუ ვერ გადარჩა და ვერ ცხონდა, სიტყვაზე ამას ფიქრობდი. აი რა აზრია გამწუთი სოფელში მაგ ყველაფრის კეთებას. რა იქნება? ადამიანები მოიგონებენ, იტყვიან, დააფასებენ. მაგრამ იქ თუ კაცი იტანჯება, ახლა წარმოედგინეთ, ადამიანი თუ ორმოშია, გველებით სავსე ორმოში, ჯარი წერია ყველას და იქ იტანჯება. აი ხა მე იქ ვიყო და ვიტანჯებოდი. თქვენ სადღაც ამბობდეთ, რომ ეს ესეთი ფეხბურთელი იყო და ის ისეთი ფეხბურთელი, ახლა ვიდეოებს უყურებდეთ, როგორ იტანს გოლებს და მე აქ ვიტანჯები. რა აზრი აქვს ახლა იმას, თქვენ რას გაიხსენებთ და რას იტყვით? და ეს არის ყველაზე მთავარი, ადამიანის სული გადარჩეს. და იმისათვის, რომ ადამიანებს ერთი საოცარი რაღაც წავიკითხე ამ ბოლო დროს, ვიცი დაგღალეთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ერთ-ერთი ბერი იყო, რომელიც ძალიან თამდაბალი იყო და არავისგან შექება არ უყვარდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ არავის არ შეექო. ისეთ რაღაცას გააკეთებდა, რომ ვიღაცას აი სალოსები რო არიან, ხო, მამა გაბრიელი როგორც იყო, თითქოს ცუდად იქცეოდა, მაგრამ სინამდვილეში იმ ცუდ სამოფარებული ძალიან დიდი ღირსება იყო, რისი დამალვაც სურდა მას. რა გააკეთა ამ ბერმა? ჯერ ხო სიცოცხლეში ყველანაირად ერიდებოდა ვინმე შექებას და პატივს. გარდაცვალების წინ თავისი მონასტრის ბერებზე ჩამოწერა, აი სიტყვაზე ახლა გაბრიელი და რაღაცა ზედმეტი სახელი მიაწერა. დავითი რა ცუდი ზედმეტი სახელები ისეთ შეურაცხყოფელი კი არა, მაგრამ ისეთი რომ არ სიამოვნებოდა. იმისათვის რომ გარდაცვალების მერეც არ ეთქვათ კარგი ამაზე. დატოვა ისეთი რაღაცა, ყველა კითხულობს რომ ამის შესახებ თურმე ჩემზე რა დაუწერია, რა ცუდი რაღაცა დაუწერია, რომ გარდაცვალების მერეც არ ქონოდა სურვილი რომ იმაზე რამე კარგი მეთქვა. მაგრამ ღმერთი ხო მოწყალეა და სამართლიანი. მისმა სხეულმა კეთის სურნელება გამოსცა და ყველა მიხვდა რომ ის კაცი წმინდანი იყო. და გულგრძელობის გამო კი არ დაწერა მათი ცუდი სახელები. არამედ დაწერა იმისთვის, რომ თავი დაემდაბლებინა აქაც და იქაც ეგეთი გონებოდეთ. წარმოიდგინეთ, რამხელა სულიერი სიმაღლე. აი ეგეთია, ეგეთ ადამიანს რა ეშმაკის მახე უნდა შეეხოს, რითი უნდა აცდუნოს, რითი უნდა დასცეს. მაგრამ ამ პარტა და ურჩ ადამიანს ძალიან ბევრი მახეები ელოდება. რაც უფრო მალე მიხვდება ადამიანი, რომ ღმერთი განაგებს ყველაფერს და არა ადამიანი, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება მისი კეთილდღეობა. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფით. ჩვენთან არის ღმერთი.